მოგესალმებით, Redline-ზე ბექა პატურაშვილი, თათო შარიქაძე. დღეს ვაპირებთ იდეაში ძალიან მარტივ ჭეშმარიტებებზე საუბარს, რომელიც წესით არავის არ უნდა ჭირდებოდეს ამის შეხსენება, მაგრამ ცხადია და სახეზეა, რომ ადამიანებს, ვინც არიან ხელისუფლებაში, თუ რა ვიცი, პოზიციებზე, პარლამენტში, აღმასრულებელ რგოლში და ასე და ასე შემდეგ, პარტიულ პოზიციებზეც. მე მგონი ძალიან ხშირად უნდა აუხსნან ამ ადამიანებს, ან ჩვენ, ან სხვებმა, რომ რა არის მათი ფუნქცია, მათი მოვალეობები, რა ვალდებულებები აქვთ მოქალაქეებთან და რაც ყველაზე მთავარია, რა დამოკიდებულება უნდა ქონდეთ საკუთარი მოქალაქეების მიმართ. თანამოქალაქეების მიმართ. აი ეს არის ჩვენი თემა, ალბათ, სათაურიდანაც მიხვდებოდით, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოვეხმაუროთ თეა წულუკიანის განცხადებას, რომელმაც ეგეთი ფრაზა თქვა, რომ ყველა დაეტიოს თავის ქერქში და ისე გააპროტესტოს ის, რაც გაუხარდება. ამ ამბის კონტექსტს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და მოვყვებით, რას უკავშირდება ეს ამბავი, თუმცა ეგ ფრაზა მე ძალიან მაგრად ჩამრჩება მეხსიერებაში და ჩემთვის ბევრ რამეს ამბობს რა, დამოკიდებულებას ძალიან კარგად გამოხატავს. რაც დაუფარავად ვიტყვი, ჩემთვის იყო ძალიან შეურაცხმყოფელი და გაუბრაზდი და მომინდა მესაუბრა იმაზე, ვისი ქერქი როგორია რა, აი ჩვენ რა ქერქში ვართ და რომელ ქერქში დატევისკენ მოგვიწოდებენ, ისინი რა ქერქში არიან და რა პოზიციიდან, რა გადმოსახედიდან უყურებენ პროცესს, რა გადმოსახედიდან უყურებენ ისევ გამეორდები მოქალაქეებს. და შემდეგ როდესაც ვფიქრობდით თემებზე და მსჯელობდით, რომ რას მიეზღვნებოდა შემდეგი ეპიზოდი, დაგეგმვაზე საუბარს მოკლედ რომ ვთქვათ, ვიდრე დავიწყებდით, მანამდე ეს წინასწარი საუბრები როა ხოლმე, ესე მოვყევით, რომ აი რაღაც დაემთხვა ეს აზრი, რომ ჩვენ ორივე ძალიან შეგვაშფოთა აი ამ განცხადებამ რა და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ რა, ვინ ვართ ჩვენ მოქალაქეები და ვინ არიან ისინი, ვინც რაღაც პოზიციებზე არიან და იქიდან ხალხზე ცოტა მაღლა გველაპარაკებიან და თითის ქნევას არ წყვეტენ. მგონია რომ ყველაზე საშინელება რაც ამ ფრაზით რომ დაეტიეთ თქვენს ნაჭუჭი ქერქში რა თქვა, პირდაპირ რაც ახასიათებს ქართულ ოცნებას არის რომ საზოგადოება გაყო ისევ ორ ნაწილად, ანუ მათთვის არ არსებობს საქართველოს მოქალაქის ცნება, მათთვის არსებობს ქართული ოცნების ამომრჩეველი და სხვა. და ეს დასხვას მე ერთი საერთო სახელი აქვს რომ ვართ რაღაცა კოლექტიური ნაცები, რადიკალები თუ ასე შემდეგ, ხო? ის რაც თეა წულუკიანმა თქვა, ჩემში იწვევს ძალიან დიდ ბრას. იმიტომ რომ მე მგონია რომ იმის მაგივრად რომ ხელისუფლება ფიქრობდეს გამოსავალზე, იმიტომ რომ ქვეყანა მართლა ძალიან დიდ ქერქშია მოქცეული, აი რაც არის ქერქში მოქცეული არის ქვეყანა და რაღაცა ხელის ჩამომრთმევებს ეძებენ გარშემო, რომ თითქოს რაღაცა თავისადმი აღიარონ, უცებ გვეუბნებიან, რომ ეხლა თქვენ მანდ სადღაც დაეტიეთ, ჩვენ ვართ აქ ყველაფერი, ოღონდ ამბობს რაღაცა თან იმ განცხადებაში პიროვნულ შეურაცხყოფებზეც არის ლაპარაკი რა, რაღაცა ქალი ადამიანი აი რაღაც პიროვნულ შეურაცხყოფებზეა, მისთვის არის ეს პიროვნული შეურაცხყოფა და არა დარწმუნებული არის აქტივისტებისთვის და ხო, რა ვიცი, თეა წულუკიანი ამბობს იმას, რომ ეს აქამდეც მithქვამს, თორშტები დავწერე, ან აქ მithქვამს, რომ ქართული ოცნება და მათი ამომრჩეველი ყოფს საზოგადოებას ასე. ჩვენი შვილები არიან ხელშეუხებლები, მათ ცივინიავი არავინ არ უნდა მიაკაროს და თქვენ და თქვენი შვილები დაეტიეთ, სადაც ხართ. და მერე რა, რომ თქვენ შეიძლება სადღაც რაღაცა გეტკინათ, გეწყინათ, დაგიჭირეთ თქვენი შვილები სახლში არიან და მშობლებს ვერ პოულობენ და არიციან რა ხდება მათ თავს. თავარია რომ მარიამ ლაშხი რო გარეთ სეირნობს მის შვილებთან ერთად და მას ეუბნებიან რომ ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ამით მან შეურაცხყოფილად იგრძნო თურმე თავი. მოდი, ბარემ ხო არ მოვყვეთ რა მოხდა რა, იქნება ინვესტვის რაღაც სიახლე იყოს ეს ამბავი და არიციან, მთლიანობაში კონტექსტი რა არის, რომ
დეპუტატი მარიამ ლაშხი თავის შვილებთან ერთად როგორც ირკვევა, იყო რაღაც სივრცეში, კაფეში. ოჯახის სიწმინდის დღეს მოხდა ყველაფერი. ხო, და მან მაგ სივრცეში აღმოჩნდა ორი ადამიანი, ორი გოგონა, რომელიც მონაწილეობს აქციებში და მათი მხრიდან იყო შეძახილები, ხო? შეძახილები იყო ესეთი შინაარსის, რომ ძირს რუსეთის დამპალი იმპერია და თუ არ ვცდები, იყო კიდევ რუსეთის მონები, რაც აღქმული იქნა როგორც ჩანს პირად შეურაცხყოფად. არათუ მხოლოდ შეურაცხყოფად, თავდასხმად, მე ესე ვუყურებ ამ ამბავს, ხო, ანუ ესე შეიფუთა ეს ამბავი და შესაბამისად აღიძრა საქმე. და ეს ორივე ახალგაზრდა შედეგად ამ წუთას არის საპყრობილეში მათ მიუსაჯეს 12-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი, რომელსაც უკვე იხდიან, ხო? კარგი, ეს არის ფაქტი მშრალად, თუმცა მე როდესაც ვამბობ, რომ მინდოდა ამ თემაზე უფრო ფართოდ გვესაუბრა, გულისხმობ მთელ კონტექსტს. არა მხოლოდ ამ ფაქტს, გულისხმობ თლიანად რომ დავინახოთ ეს სურათი, სად არის დღეს საზოგადოება, რატომ აქვს პროტესტი პირობითად იმ 19 და 20 წლის ახალგაზრდას და რამდენად ადეკვატური არის დამოკიდებულება, როდესაც შენ პროტესტის მოსმენის ნაცვლად, გააზრების ნაცვლად, მათი სათქმელის რაღაცა შინაარს გაყოლის ნაცვლად იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, რომ მოდი ყველა გავუშვათ ციხეში და ამით მოგვარდება პრობლემა და ამ თეატრულუკიანის პოსტში თუ განცხადებაში როგორც იყო, მე მგონი წერილობით გავრცელდა, იყო ეგეთი რაღაცა, რომ განმეორდება, არ არის პრობლემა, ყველა წავა იმ გზაზე და ყველა აღმოჩნდება ციხეში. ანუ რაღაც თითის დაქნევა, რომ დაეტიეთ თქვენს ქერქში, ამას ნიშნავს, ხო? მოდი თათო რაღაცნაირად გავყვეთ თანმიმდევრობით რა, ანუ რას გრძნობს დღეს ახალგაზრდა ადამიანი, რადგან აი 19-20 წლის სტუდენტებზე ვსაუბრობთ. რა ვიცი, აი აქედან დავიწყოთ რა. თუ გინდა, რა ვიცი, ჩვენ თავზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ. მე მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ გავბრაზდი, რაღაცნაირად ჩემ თავზე დავფიქრდი რა, რომ ესე იგი, რა მოცემულობაში ვარ დღეს მე, ან ნებისმიერი სხვა ახალგაზრდა ადამიანი, ხო? ჩვენ გავიზარდეთ საკმაოდ რთულ დროში. კი ბატონო. უამრავი გაჭირვება გამოვიარეთ, ვინც, ეხა მე 99 წელს ვარ დაბადებული და შემდეგ წლებშიც ეხა ვინც თუნდაც დღეს 19 და 20 წლის არის, რაღაცა რთულ პერიოდში ითვლება, რომ ისინიც მეტნაკლებად, ხო, ვიღაც მეტად, ვიღაც ნაკლებად. ქვეყანა განიცდიდა მუდმივად რაღაცა რყევებს, ომი, მანამდე რევოლუცია, მანამდე უფროსიბნელე, საბოლოოდ რაღაცა იმის განცდა, რომ ჩვენ თანდათან მივდივართ განვითარებისკენ, პროგრესი გვაქვს, გვიხარია ქუჩაში გამოვდივართ და ვზეიმობთ, რომ ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი. და გვიჩნდება იმის განცდა, რომ აი ეს ყველაფერი ჩვენ რაც გავიარეთ, რაღაცა ლოგიკური ფასია იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი გვქონდეს, ხო? არა აქვს მნიშვნელობა მე 35 წლის ვარ, ვიღაცა 25 წლის არის, ვიღაცა 19-ის არის, 18-ის არის, ხო? ანუ ყველას ხო ეგ განცდა აქვს მეტნაკლებად დღეს. გქონდა უпроსწორად ეს განცდა 28 ნოემბრამდე 2024 წლის, ხო? ვიდრე გითხრეს, რომ არა, ჩვენ წყვეტთ, არ ვაგრძელებთ პროცესს და მოლაპარაკებებზე აღარ გადავდივართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხო? ანუ ეს რამხელა დარტყმა არის ჩვენი თაობისთვის, ჩვენზე პატარებისთვის და თუნდაც ჩვენზე დიდებისთვის, რომლებმაც უფრო მეტი უბედურება გამოიარეს, ხო? ანუ ყველაფერი მათ თვალწინ ხდება, ხანდახან ამას ვამბობ ხოლმე, რომ კიდე კარგი ბავშვი ვიყავით ხო რა? კი, და რაღაცა იმ პერიოდში, როდესაც მართლა ბნელ 90-იანებში პატარა ვიყავი და ვერ ხვდებოდი რა ტანჯვას განიცდიდნენ ჩემი მშობლები, რომლებსაც ანუ არ ვიცი, ყველაფერზე საზრუნავი ქონდათ, რომ ელემენტარული პირობები ქონდათ მათ შვილებს, პირად მათ ცხოვრებაზე და რაღაცა წინსვლაზე და ამაზე ხო საუბარი ზედმეტია. და ამ რეალობა გამოვლილი ხალხი რაღაცა იმედს შეყურებს
მომავალს, რომ ეს ფასი ჯანდაბას და გადავიხადეთ და უცებ ყველაფერს გიკლავენ და მოდი ახლა ცოტა ისევ დღევანდელ დღეზე დავბრუნდეთ და გეუბნებიან რომ შენ ახლა შენ ქერქში დაეტიე. და ხელს ნოყიშლიო, რაში შენ ქერქში გააპროტესტე რაც გინდა და არაფრის თქმა არ გაუბედო. ანუ იმის თქმა არ გაუბედო, რომ ძირს რუსეთის დამპალი იმპერია და იმის თქმა არ გაუბედო, რომ ძირს რუსეთის მონები. თუნდაც ეს იყოს, თუნდაც პირში ნათქვამი, რომ შენ ხარ მონა, იმიტომ რომ ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებზე, ამოცანებზე ამბობ უარს, ჩემ მომავალს კლავ პირდაპირ მისპობ და იმ მიმართულების მიყავარ, სადაც მე არ მინდა წასვლა და ჩემი, რა ვიცი, მეხსიერება, მთელი ჩემი ცხოვრება ჩემთვის ის არის მტერი და ჩემი მშობლებისთვის და ასე შემდეგ და ამდენი უბედურება გამოვატარა ამ ქვეყანას. მეუბნები რომ თურმე სხვა გამოსავალი არ არის და იქით უნდა წავიდეთ. ანუ ირიბად ამას აკეთებ არა პირდაპირ თვალთ მაგცურად, მაგრამ მე ამას ვხედავ, მე ამას ვგრძნობ. და გარდა ამისა, ყოველდღე ვხედავ ჩემი ცხოვრების ხარისხის გაუარესებას იმ ფონზე, რომ მეუბნებიან, რომ თურმე ეკონომიკა იზრდება და 1000 სისულელე კიდევ, ხო? ანუ აი ამ ფონზე მე უნდა ვიყო ჩუმად, წყალი უნდა ჩავიგუბო პირში და შენ არ უნდა გაკადრო ის, რომ ფიქრობ, რომ შენ ხარ პირობითად, რა ვიცი, რუსეთის მონა, ჩემ აღქმაში. ხო, აი ამის ახსნა მინდოდა პირველ რიგში, რომ ცოტა ვინმე იქნებ გაიაზროს, რას განვიცდით ჩვენ. ამის მერე, რა ვიცი, კიდევ ბევრ რამეზე მინდა ვილაპარაკო, რაც არის, ხო, ანუ სოციალური ფონია ამ ყველაფერთან ერთად, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ რაცა კურს არ ვეთანხმებით ის ადამიანები, ვინც მოგნათლეს, რა ვიცი მე, რადიკალებად. ერთს დავამატებ ახალგაზრდებზე, როცა ვსაუბრობთ, გასაგებია რომ ჩვენც ახალგაზრდები ვართ, მაგრამ ვსაუბრობთ 19, 18, 20 წლის ახალგაზრდებზე. მე ხშირად მიფიქრია ამაზე, რომ ჩემი თაობა ბევრად უფრო რაღაცნაირად მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულები ვართ, სხვანაირად გავიზარდეთ. ჩვენი ღირებულებები, ჩვენი მშობლების ქმედებებიდან გამომდინარე, არ იყო მაგალითად ორიენტირებული თავისუფლებაზე, იმიტომ რომ ხშირად მიფიქრია ამაზე, რომ ჩვენი მშობლები იბრძოდნენ ჩვენს გადასარჩენად. ანუ ისინი ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ყოველდღიურობაში რაღაცა დრო ეთმობოდა რაღაცა მაღალ მატერიებზე საუბარს, მაგრამ ძირითადი საზრუნავი იყო მათთვის, რომ არ უნდა გავყინულიყავით, იმიტომ რომ შუქი არ გვქონდა, არ უნდა მოგშიებოდა, რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი რეალობა იყო. ხო და ხო აი გარეთ რომ გახვიდოდი სიბნელეში ვინმე არ დაგხვედრო და ეს რაღაც პანიკურად გავიზარდეთ, ხო? შესაბამისად ჩვენ რაღაცა დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ მივხვდარიყავით რომ აი ეს თავისუფლად ყოფნა უკვე ამ განათებულ ფუფუნება კი არ არის ნორმალურია. ნორმალურია, იმიტომ რომ ცოტა გაოგნებულები დავრჩით, ხო? მე მახსოვს რომ მშობლები შეიძლება მე უკვე განათლების სხვა რეფორმა მომიწია, მაგრამ მაგალითად ჩემს უფროს დაზე ნერვიულობდნენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განათლებული და ჭკვიანი დამყავს, როგორ ჩააბარებდა, იმიტომ რომ პროტექცია იყო. ანუ სხვა გამოწვევებით ვიყავით გაზრდილები. ვიცოდით რომ ვიღაცა შეიძლება დავეჩაგრეთ, იმიტომ რომ მეტი შემოსავალი აქვს და სადღაცა შენზე წინ გასულიყო. ეს ცნობილი кейსები იყო, რომ სილამაზის კონკურსშიც კი შეიძლება გაემარჯვა იმას, ვისაც მეტი ფული ჰქონდა და არა იმას, ვინც უფრო ლამაზად შეიძლება და აღქმულიყო, ხო? მაგრამ შემდეგი თაობა, უკვე რომელიც მოდის, უკვე სხვანაირ ქვეყანაში დაიბადა. სხვანაირ მოცემულობაში დაიბადა. შესაბამისად, მათ იციან ეხლა ჩვენ რას ვკარგავთ. ანუ იციან რა არ ექნებათ. რაც ჩვენ მოვიპოვეთ პროცესში, იმათმა იციან, რომ არა, ჩვენ აქ დავიბადეთ, ამ მოცემულობაში დავიბადეთ. ანუ ამათვის ძალიან ორგანული ამბავია და ვერ წარმოუდგენიათ სხვანაირად. სხვანაირად და ისინი დღეს შეიძლება არჩევდნენ წიგნების, რომელიც შრიფტით წაკითხვა ურჩევნიათ, წიგნიდან წაიკითხონ თუ პლანშეტიდან და ანუ სხვა რამეზე საუბრობენ. მათ იციან, რომ დასასვენებლად არა მარტო სოფელში, არამედ საზღვარგარეთ შეუძლიათ წავიდნენ, იმიტომ რომ ამის ჩვეულებრივი მოცემულობა გვაქვს დღეს ქვეყანაში. რაც ახლა ჩემთვის და
შენთვის კი ბატონო, არ იყო ეხლა ეგრე. წარმოუდგენელი ფუფუნება იყო, თუნდაც კურორტულ ზონაშიც რომ დაგვესვენა, ხო? აბსოლუტურად. შესაბამისად, ამ ბავშვებს ბრაზი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე შეიძლება მე და შენ, იმიტომ რომ მე და შენ ეს რაღაც თვით გადარჩენის რაღაცები მაინც ნანახი გვაქვს, დალექილია ჩვენში, ხო, ეს ყველა. ხო, თუმცა იცი რა არის თუმცა არ ვამბობ რომ თავისუფლების ფასი ორი სხვადასხვა რამეა, კი, აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ანუ ამათ შემთხვევაში, ჩვენზე პატარების შემთხვევაში უფრო მეტად ორგანულია, რაც ხდება და საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ, რომ რატომ არ უნდა იყოს პირობითად რაღაცა შესაძლებლობა, ეს ასე, ანუ მათთვის ეგ შოკია. და ცხადია რომ უჩნდებათ ბრაზი, მაგრამ ჩვენ კიდე დამატებითი ფაქტორი ის გვაქვს, რომ ხო ვიცით საიდან მოვდივართ და აღარ მინდა ისე ვიგდაბრუნება და ანუ ისაც ნანახი გვაქვს, ესაც ხო რაღაცა. არა მარტო ნანახი გვაქვს. ჩვენ როცა ჩვენ იმ მშობლები იბრძოდნენ, მე ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა. ანუ ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ წინ წავსულიყავით. ჩვენ არაფერი ლანგარზე მორთმეული არ გქონია. იმათგან განსხვავებით, ვინც დღეს რაღაც კონფორმიზმში არიან და რაღაც შანსი მიეცათ და ჩვენ გამოთავისუფლებულ თუ ჩვენნაირების გამოთავისუფლებულ ადგილებზე, რა ვიცი, რო არაფერი არ იყვნენ, დღეს რაღაცას შემოსავალს იღებენ და რა ვიცი რომ მკითხო კარიერას იწყობენ, ხო? პირობითად. და ჩვენ ეს კარიერა გადახოვა გამომივიდა, მაგრამ ჩვენ მართლა სხვა ნერვებად და სხვა გზა გავიარეთ იმისთვის, რომ რაღაცები შეგვექმნა, ხო? ჩვენ ცხოვრებაში. ესაც კიდევ ერთი ნაწილი არის, ეგაც იმ ფასის ნაწილია, რა ფასიც ხო, ნუ რა ფასზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მაგიტომ გვაქვს ახლა გულის ტკივილიც, პროტესტიც, წინააღმდეგობაც, რომ რაღაცეები რაც ხდება და როგორც ხდება, ჩვენ არ მოგწონს. და მიუხედავად იმისა, რომ გრძელი გზა გავიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძვირი დაგვიჯდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულად გავიარეთ ეს ყველაფერი, ჩვენ მზად ვართ, რომ რაღაცები გვერდზე გავწიოთ, საერთოდ ყველაფერს ხაზი გადავუსვათ, დავთმოთ. იმისთვის რომ შევინარჩუნოთ მთავარი ღირებულებები, ხო? ანუ მე რომ მზად ვარ, რომ ამ ხელა მსხვერპლი გავიღო, ჩემნაირი ვიღაც საჯარო მოხელეა, ჩვენ მედიას წარმოვადგენთ, ხო, მაგრამ ვიღაცა საჯარო მოხელეა, ვიღაცა, ავიცი, რომელიღაც კომპანიაში მუშაობდა და რაღაცა სტაჟიორობიდან დაიწყო და რაღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა თუ რაღაც, არ ვიცი მე პირობითად და მთელი გზა და წვალება გაიარა ამისთვის, მაგრამ მოუწია ამ ყველაფრის დათმობა, იმიტომ რომ გადაწყვიტა რომ აი ეს არის რა მისი ცხოვრების ამოცანა რომ აი ამ დროში ცხოვრობს, ამ ქვეყანაში ცხოვრობს და აი ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს, ეთანხმება იმ საკონსტიტუციო ჩანაწერს და იმის წინააღმდეგობას რო ხედავს იმისთვის რომ ეს არ დაუშვას, მზად არის რომ ყველაფერი დათმოს. ანუ ჩვენ ხო ხალხო მაგ პოზიციაში ვართ რა. ანუ მე ყველაფერი დავთმე, ვიღაცამ ყველაფერი დათმო. მე ვიღაცებმა ეს სივრცე აითვისეს და ახლა მე ვიღაცა ჩემნაირს, ვიღაცა სტუდენტს, ვიღაცა პატარას ეუბნებიან რომ შენ მან შენ ქერქში დაეტიე და აზრადაც კი არ გაიგო. ანუ ცოტა ეს ყველაფერი არაერთხელ მithქვამს მე მგონი და იმას ემსგავსება აზრკრიმინალებიც გავხდებით ალბათ მალე და ალბათ მაგისთვისაც ცოტა სხვანაირად რო გამოვიხედოთ ან გავიხედოთ ან ვიგულისხმოთ რამე, შეიძლება ამის გამოც დასჯადი გახდეს ჩვენი ფიქრები, ხო? ანუ რა განსხვავება აქვს ახლა მე ჩემთვის ვფიქრობ რომ ვიღაცა მონაა თუ ხმამაღლა ვამბობ ამას, ნუ თუმცა არის რომ მის პირად კომფორტს არ ღვევ, მიხვდი, ანუ თავისთვის არის კარგად არის, არ შია, არ წყურია, არ ცივა, საერთოდ არა, ეხლა მარიამ ლაშხს დარწმუნებული ვარ, ნატოს ასამბლეაში რომ ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, კი მიქანაძესთან ერთად გაიგებდი ამ ამბავს, არც ეგ არ ადარდებს. ანუ არ ადარდებს, იმიტომ რომ აი რაღაცა საარსებო მინიმუმზე ბევრად მეტი აქვს, შეუძლია როგორც უნდა ეს თავის შვილები ასე გაასერნოს და ისე გაასერნოს, რომ განათლებასაც გადასარევად მიცემს საზღვარგარეთ და ჩვენ ვიკითხოთ ყველაფერი რომ მოვიჭერით და სულ სხვა ღირებულებები, ანუ კი არა, ის ღირებულებები აღმოგვაჩნდა და გვაქვს რაც უნდა გქონდეს. ხო და მე რაც მაბრაზებს და ძალიან მაბრაზებს, სულ მგონი რომ ამაზე მეტად როგორ უნდა გავბრაზდე თქო, მაგრამ ნახე თეა წულუკიანი რო ხარ და მეუბნები რომ ლეგიტიმური ვარ. ამირჩიეს. და უცებ ისეთ რამეს მეუბნები, რომ თითქოს მე შენ დაქვემდებარებაში თუ როგორ ქვია მაგას, ანუ შენი ქვეყნის მოქალაქე არ ვიყო. ანუ რას ნიშნავს, ვისთვის ხარ არჩეული, ვინ აგირჩია და ვინ დაგსვა?
ანუ რა მემკვიდრეობით გერგო ეს ცალკე საკითხია ვინ აირჩია საერთოდ და ამაზე ცალკე ამბავია როგორ ბრწყალებში აირჩიეს ეს ხალხი მაგაზე ხო ახლა მაგაზე მილიონჯერ გვაქვს ლაპარაკები ჭირდება კიდე დაკონკრეტება მე ვეძახი მისი პოზიციიდან რომ აი მე რომ ვარ ვთვლი რომ ვარ ლეგიტიმურად არჩეული და უცებ მეუბნები რომ შენ საერთოდ არავინ არ ახარ ენა მიიგდე ანუ აბა რისთვის ვარ არჩეული ანუ რაღაცა ბაბლისთვის მარტო ხო ანუ ცოტა კიდე რაღაც თვალსაჩინო მაგალითი რო ავხსნათ წენ გეუბნებოდი მე მგონი გამახსენდა რა ახმა ამ ხალხის ხო არის რომ ღმერთები არიან და მოვლენილი ხელდასმული და ნუ აი არავინ არ როგორც უნდა ისე უნდა მართონ არ ვიცი ხო ეგრე იფუთება რა ეგ შეგრძნება და ხალხში ყოველ შემთხვევაში ამ განცდის დატოვებას მინიმუმ ცდილობენ და ამ დროს ვინმეს ხომ არ გვავიწყდება რას ნიშნავს თუნდაც არჩეული სულ რო კეთილსინდისი არა ჩატარებული არჩევნები იყოს ხო მაგას გულისხმობთ რომ არჩეული თუ ხარ რისთვის ანუ დაახლოებით ის მაგალითი გამახსენდა ტაქსი რო გამოიძახო და შენ მძღოლმა რო გითხრას რომ აი ხა შენ მანდი ჯექი უკან და მე სადაც მინდა იქ წაგიყვან ხო ანუ ამაზე მარტივად რა ვიცი როგორ შეიძლება ამის ახსნა ანუ ის ხალხი იქ იმისთვის არის რომ ხალხის დაკვეთა უნდა შეასრულოს დაქირავებულია ეს ამოცანა მათი მისწრაფებები უნდა გაითვალისწინოს და ეს ყველაფერი ეს პროცესი უნდა მართოს და ხომ არავის ავიწყდება რომ ამ ქვეყნის უმრავლესობის ამოცანა და შეხედულება არის დასავლური განვითარება ამ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია რომ რუსეთი არის სწორედ საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყნის მტერი მათ შორის რელიგიური ოჯახური და ასე შემდეგ ფასეულობების დამანგრეველი და მტერი და სხვა დაკვეთით მოვიდნენ ხო ეს ხალხი თუნდაც სულ რომ როგორც ამბობენ ლეგიტიმურები და არჩეულები იყვნენ მათი ამოცანა იყო და გაცხადებული რაღაცა მესიჯი რომ ჩვენ ღირსებით მივდივართ ევროპისკენო და უცებ ყველა თუნდაც მათი ამომრჩეველი ვინც ხმა მისცა მართლა ვინც ხმა მისცა ის ხალხის მოტყუებული დატოვეს და ეგ ხალხი ხა თავის გამორკვევას ცდილობს ჯერ ხმამაღლა ვერ ამბობს მაგრამ კითხვებს უსვამს თავის თავს რომ რას ნიშნავს რომ მე ამისთვის ავირჩიე ეს თავისას მიერეკება რა ხდება ნაცებს რომ ახსენებენ აგერ ვიღაცებს იჭერენ ცემენ და ასე შემდეგ ისინი კიდეც სხვა თვით ბრძოლებში არიან და ჯერ გამოვლენ ეგენით ალბათ კიდე რაღაც დრო დაჭირდებათ რომ მიხვდნენ რომ მაგარი მოტყუებულები არიან მაგრამ თავიდან ბოლომდე ხო ნუ ეს ხო ცხადია რომ ეგ ხალხი აცდა მოატყუა ყველას და ახლა გეუბნება რომ მე ესე გადავწყვიტე მე მივიღებ ისეთ კანონებს რომ მე ვიყო ხელშეუხებელი მე შენ თუ აზრს გამო მithქვა ამის გამო გაგიშვებ ციხეში და მე რასაც მინდა იმას გაგიკეთებ ერთი სიტყვით და შენი უნდა იყო ჩუმად რა მორჩა შენი ამოცანა შენი ვალდებულება არის რომ იყო ჩუმად მეტი არაფერი და მე ხა იქ როგორ რას დავგეგმაო როგორ რას გავაკეთებ ვისად დავასაქმებ ვის რამდენს გადაუხდი ვის რამდენ ქონებას ვაშოვნინებ და რა რაღაც სასახლეებს ავაშენებინებ ეგ შენი საქმე არ არის როგორც მინდა ისე მოვიქცევი და კანონი დამიცავს ამისთვის ნიღაბს გაიკეთებ აქციაზე დაგაკავებ რამეს იტყვი სისხლით დაგიჭერ და ასე შემდეგ და ანუ ციხეში ჩასმა ეს ჩვეულებრივი სტრესია არ ვიცი რა გონია ამ ხალხს რატო არიან ხელშეუხებელი მე თუ ვინმეს რომ ვეუბნები რაღაცას სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებ და დასაჭერი ვარ სიტყვაზე ის მომავალს რომ მიკლავს პირდაპირ გაგებით და დღეს რო საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს პირობითად ხვალ ვალდებულებები როგორ გავისტუმრო და მით უმეტეს წარმოდგენა არ მაქვს პირობითად ასე თუ გაგრძელდა ჩემ შვილს რა მომავალი ელოდება კი აბსოლუტურად რეალური ჭეშმარიტებას ვხსნი რომ ჩვენ გვაღელვებს ხალხო ეს ამბავი და იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ეს ამბავი ვიდრე ვიღაცამ რო შეწუხდა ახლა კაფეში რომ რაღაცა ჩიზკეიქს მიირთმევდა რა ეს არის სამართლიანი და ეს არის დისბალანსი ჩემი აზრით მთავარი რაც ძალიან სახეზე არის და აი ამ ფონზე ხო ესეთი ირონიული განცხადებები და თითის ქნევა აბსოლუტურად მიუღებელია წულუკიანის თითის ქნევა ზოგადად გასაკვირი არ არის წულუკიანი მე მგონია საზრდოობს იმით რომ რაც უფრო საშინელებას იტყვის და მიუვარდნენ იქ სახში და გარედან რაღაცები ეძახეს და მე მგონი მაგის გამოსახილიც არის რომ ახლა რამდენჯერაც ყოველთვის ახასიათებდა ეს ანუ საერთოდ არ ვარ ტონი იმის თქმა მინდა რომ საერთოდ არ ვარ იმის მომხრე რომ ვინმეს სახთან ამეწარწერებს ანუ ჩვენ არ გაგვიკეთებია ეგ არჩევანი ხო
ჩვენ არ ვართ მაგისკენ არც მიდრეკილი, არც მოწოდებული, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ანუ საერთოდ არ მაქვს ამის სურვილი. არა მე მაინც ამ ფრაზას ვეჭიდები მაინც რომ ჩემთვის შეურაცხყოფა არ არის რუსული დამპალი იმპერიის თქმა. ხო, არა, ეგ აბსოლუტურად ანუ სხვა პრეცედენტებსაც რო გავყვეთ ამის თქმა მინდა რა. ვიღაცებს ხო ეძახეს მონა, ვიღაცებს ხო შეასხეს რაღაც წყალი თუ ასე შემდეგ თუ რა ვიცი, აბუდაბიში და ასე შემდეგ. მე მგონი არა სხვა ზარქუას კომპლექსიც ვერ მოუნელებიათ. ანუ რაც იქ ვერ ქნეს მდგომარეობაში ამ ხალხმა თვითონ ჩაიყენა თავი. კი ბატონო. არა, მესმის რომ სასიამოვნო არ არის და სასიამოვნო რო არ არის, იმიტომ აკეთებენ აქტივისტები. ახლა სასიამოვნო რო იყოს და ვაიმე მარიამ როგორ ხარ, ყავა ხომ არ დაგველიაო აქტივისტები არ იტყვიან, ანუ პროტესტის ნაწილია ეს და შენ იმდენად მყარი პოლიტიკური პოზიცია უნდა გქონდეს და იმდენად მაგარი უნდა იყოს, ეს არ უნდა შენ ხალხთან უნდა იყოს მართალი და თუ მართალი ხარ, არც ქუჩაში გასulis მოგერიდება, არც კითხვაზე პასუხის გაცემა გაგიჭირდება და მე რაღაცა ეს არც რაღაც ზღაპრების მოგონება დაგჭირდება იმისთვის და არც მით უმეტეს კანონების მიღება არ დაგჭირდება იმისთვის რომ შენი თავი და შენი საკუთარი უსაფრთხოება დაიცვა. მაგ მდგომარეობაში ჩაიყენა მაგ ხალხმა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე როგორ ფუთავენ ამას. ეს წეღანას ვთქვი ხო რომ ანუ ძალიან უყვართ ამ შვილების თემით მანიპულირება. და კიდევ ერთხელ შედარებისთვის რომ ვთქვათ ყველა ბავშვია და ყველა ბავშვის უფლება უნდა იყოს დაცული განურჩევლად მისი მშობლების პოლიტიკური ცხოვრებისა. ყველა ბავშვია. გამახსენე მარიამის გვარი? ბაჯელიძე. მარიამ ბაჯელიძის ბავშვიც ბავშვია. 7 წლის ბავშვი, რომელსაც სახლში შეუვარდნენ და ეგ კადრები რომ ნახე, მე არ მართლა რა ვიცი, როგორ გავჩერდი, არ ვიცი, რომ როგორი შეშინებული იყო ბავშვი, რომ ხედავდა ორსულ დედას საწოლზე დამდგარს, თავზე ქონდა საბანი გადაფარებული და მისი აი თვალები რო დავინახე, აი გამწარდი და ირონიული, ცინიკური, მშვიდი ტონით პროკურატურის წარმომადგენელი ქალი, ესეთი კარგად დაყენებული პრიჩოსკით, რო ეუბნება, რომ დედას რო ეუბნება, რომ თქვენ შულს აშინებთ და მოდი ესე ნუ ისე რაღაც უცხო კაცები დადიან სახლში და ხო აღმოჩნდა რომ მარიამ ბაჯელიძეს არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ ქონდა. ეგ უკვე აღარავის აღარ აინტერესებს. ხო და მაგას ვიძახი, ანუ რას ნიშნავს ეს ამ ბავშვზე რატომ არავინ არ გაბრაზდა? რატომ არა? ნანუკა ჟორჟორიანის შვილი არ არის, ანუ რა მნიშვნელობა აქვს? კი ბატონო, მაგაზე გეტყვი ჩემ აზრს, მაგრამ მანამდე აი ხა აი ამას რო ვლაპარაკობთ, ალბათ ვიღაცები გამოჩნდებიან, ვინც აუცილებლად იტყვიან, რომ აი ნაცების დროს უარესი ხდებოდა. ხო და რა მნიშვნელობა აქვს? მაგიტომ გადავაგდეთ ის ხალხი, რომ ანუ მაგ დაპირებით მოვიდა ეს პოლიტიკური გუნდი, რომ ჩვენო სამართლიანობას აღვადგენთო. საჯარო მოხელისუფლებები დაცული იქნება, ბიზნესის უფლებები დაცული იქნება, ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედია დაცული იქნება და გეკითხებით რომელი არის აქედან შესრულებული, სასამართლოს თავისუფლება ხო, საერთოდ რა ვიცი, სასამართლოს რეფორმაო და ასე შემდეგ. ანუ სადამდე ანუ ეგ არის ჩემთვის ეგ არ არის არგუმენტი. არ ვარგო და ის მაშინაც აწიოკებდნენ ხალხს, მაშინაც უვარდებოდნენ ვიღაცებს და ეს არ მოგწონდა. მორჩა წერტილი ჩვენ ვიყურებით წინ და აღარ გვინდა იგივე უბედურება, ხო, იმის რაღაცა გადმოკოპირება. რაც შეეხება აი მაგას, რომ ის რომ აღარავის აღარ აინტერესებს ხა კონკრეტულად ბაჯელიძეს და სხვას ვის რა ბედი ეწია მე. მაგ ნაწილში ამას ვფიქრობ ხოლმე, რომ აი ესეთი ქცევა, ესეთი პრეცედენტები არის ხალხის წაქეზება, რომ გაჩნდეს აგრესია. აი შენ რასაც ამბობდი, რომ დაყოფა ხდება, ხო? ანუ ეგაც ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომ რაღაცა ხო, ნუ ეგენი ღირსები არიან, აი ამ და მე ხო მოდის ეგეთი მასაც რა, რომ აი ეგეთი განწყობის, რომ ხო, აი მეტის ღირსები არიან, ეგენი ყველანი ერთ ცეცხლში უნდა ამობუგო თუ რაღაც ისულელებს რო წერენ ხოლმე მე რა, ანუ თვითონ მარიამ ლაშხმაც გახსოვს? არ გაბედოთ ჩემი შვილების შედარება იმ რადიკალებს, ანუ იმათი შვილები, რა ხან რადიკალების შვილები არიან,
არაუშავს რომ ცუდად ვექცევით, ასე რაღაცა უხეშად რო ვთქვა, ამოწყდნენ, მაგრამ ჩვენი შვილები ძალიან დიდი ბოდიშით უნდა გაიზარდონ. ხო, სისხლიანი საზოგადოებაა თუ რა შეესაბამება. რომც იყვნენ რას ნიშნავს? ეგ მოცემულობაა, ხო, რაღაცნაირად, დაყვეს ეს ვიღაცა პროლები და რაღაცა ეს. ხო, სიგიჟია. რაც შეეხება იმას შერასაც ამბობ, ერთია რომ საზოგადოების ორად გაყოფასთან ერთად აი ესეთ დაშინებებს ადამიანების სახში შევარდნებს მოყვება ამ კოცების ამორჩევლების კიდევ უფრო დიდი აგრესია და მეორეს მხრივ ეს ემსახურება იმას რომ ადამიანები შეშინდნენ და თქვა ვიფიქროთ რომ აი შეროშვილი ყავს მეროშვილი ანუ აი ამ ლოგიკას რო გავყვებით რომ ჩვენც ასე არ მოგვექცნენ მაგრამ უბრალოდ პარალელი მინდა გავავლო დაკავებულ აქტივისტების თემასთან და შიშთან ოპენერზე რო ვიყავით შევხვდით ზუსტად იმ გოგოებს ხო რომლებიც დააკავეს და არ ვიცი მე არ ვარ შეიძლება ძალიან რომანტიკოსი ვიყო მაგრამ არც ისეთი ის არ ვარ რა ქვია საშიც არ დავფრინავ მე ამ ადამიანებში რომლებმაც იცოდნენ რომ ბრალი ქონდათ წაყენებული იცოდნენ რომ პატიმრობა ემუქრებოდათ უკვე ვიცოდით ჩვენ ხო იმდენად თავისუფლები არიან და იმდენად ეს მათთვის რაღაც მონაკვეთის გამოწვევა ეს მე ვერ დავინახე მათში შიში რომ ეხლა მე რომ დამიჭერენ მე რაიმე სახში გადასარევ დროსაც ატარებდნენ ყველას გვეხუტებოდნენ ოლეოლასაც მღეროდნენ მუხტი საერთოდ არ ქონიათ რომ რაღაცა შიში შეიძლება ყოფილიყო და ციხეშიც ასე წავიდნენ. ან მე ვერ წარმომიდგენია მანუჩარ ცაცუამ კიდევ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ისეთი, რომ ამათში აი ეს თავისუფლების სიყვარული ჩაახშოს. ხო, ანუ აქ მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები. მით უმეტეს მათი მშობლები როგორ ბრაზდებიან და ამბობენ რომ ჩვენ ვდგავართ ახლა ჩვენი შვილების მაგივრად. ანუ აქ მე ვსაუბრობ ძირითადად მორალურ ნაწილზე, ანუ რა მორალის პედესტალიდან გველაპარაკება ეს ხალხი რა, როცა ამბობს მორალი საერთოდ არ უხდება მან. ხო, ანუ რა მაგაზე მორალურ ნაწილზე ვლაპარაკობ, თორემ ეხა ამას რა შედეგები მოყვება იმათზე როგორ აისახება და ასე შემდეგ კონკრეტულად ვისაც ეხება ეს ამბავი მაგაზე არ არის საუბარი რა და პროტესტზე რა გავლენას ახდენს და ვის როგორ აბრაზებს ან არ აბრაზებს მე ვლაპარაკობ მორალზე იმიტომ რომ იმ ადამიანებს შეეხოთ ვისთვისაც ეს ყველაფერი ძალიან ესეთი შორიდან დასანახი და ვითომ არაფერი ამბავი არის აი რაღაცნაირად მინდა რომ ყოველთვის ვცდილობ რომ მაგ ხალხს ველაპარაკო რომ არ არის ეგრე და ცუდია რომ ეგრე გაჩვევენ რომ აი ვიღაცა ღმერთები არიან ეს პარტიული ტიპები ხელშეუხებლები და ისინი როგორც გიბრძანებენ ისე უნდა აკეთო რა არ არის ეგრე ხალხო პირიქით არის ეგ ამბავი შენ იმას უხდი ხელფას იმისთვის რომ რაც შენი ამოცანაა და შენი ავით საჭიროება არის იმას უნდა ემსახურებოდეს და შენი საჭიროება და ამოცანა არის პირველ რიგში უსაფრთხოება და ამ ქვეყნის უსაფრთხოება გადის იმაზე რომ მტერთან ანუ რუსეთთან არ დარჩე მარტო და არ დაკარგო ყოველდღიურ რეჟიმში პარტნიორები და არ დაკარგო ის გზა რომელიც შენ აირჩიე დასავლური ინტეგრაცია და გარდა ამისა შემდეგ უკვე მოდის სოციალური ფაქტორები ასე შემდეგ განათლებას ჯანდაცვა და სხვა მრავალი ხო და არ არის ამ ხალხის არანაირი არც საქმე და არც მათი უფლება რომ ესე თითის ქნევით გველაპარაკონ რომ ჩვენ ქერქში უნდა დავეტიოთ თურმე და კიდევ მინდა დაუბრუნდე იმას აი ჩვენი ქერქი და ჩვენი გადასახედი როგორი არის ერთ მაგალითსაც მოვიყვან ამასობაში რა აი მე არ ვიცი ხა წულუკიანის შემთხვევაში ლაშხის შემთხვევაში მდინარაძის შემთხვევაში და სხვების კობახიძის და ასე შემდეგ როგორ არის მათი გადასახედი და ქერქი როგორ გამოიყურება მაგრამ აი ჩემი ქერქი მაგალითად რა არის იცი რომ აი დღეს სახლიდან რომ გამოვედი და ნაგავი რომ ჩავიტანე ურნასთან ეკი და პარკი, ცელოფანი, რა ვიცი, პაკეტი, როგორც ქვია ამას. ძალიან მაინტერესებს მაგ ხალხს თუ აქვს ეგეთი გამოცდილება, რომ ამჩნევენ თუ არა ეგეთ რამეებს, როდესაც სახლიდან გადიან და რისთვის ეკიდა ეს პური ეწყო რა ამაში და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო? ჩვენ ხო ვიცით იქ ურნის გვერდით პატრა გამოშვერილი რომ არის რომელსაც მე მანქანაში ჩაზადებათ ურნაზე სასამაგრებელი რომ არის იმაზე რომ გვერდით პარკებს პურებს კიდებს ხალხი რისთვის კიდებს ხო ან იქნება ისეც ხომ არიციან ამ ხალხმა ადამიანები ნაგვისურნებთან ცოტა მოკაუჭებული ჯოხებით რატო დადიან სახეზე შემთხვევაში კუთ ჩამოფარებულები ხო ანუ
მაგალს უჭირს ჩვენი ქერქი ეგეთია, ჩვენ ხედავთ გაჭირვებულ ადამიანებს, ჩვენ ხედავთ მშიერ ადამიანებს და არ გვჯერა აქედან გამომდინარე, რომ ეკონომიკური წინსვლა არის. ჩვენ ვართ იმედგაცრუებულები იქიდან გამომდინარე, რომ გვჯერა, რომ მივდივართ სხვა გზაზე და ვიღაცა, ვინც ჩვენი აზრით არ არის ლეგიტიმურად არჩეული, იმ მომავალს გვიზღუდავს. ვაპროტესტებთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი არ მოგწონს, ვთმობთ ჩვენს სიკეთეებს და ხას უსვამთ ჩვენს, რა ვიცი, შექმნილ კარიერას, ცხოვრებას, შემოსავალს თუ ასე შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ ეგ ყველაფერი გვეძვირფასება და მე ვიღაცაზე რო პრეტენზია გვიჩნდება და ხმამაღლა ვამბობთ ამას, ხომ? ამის გამო თურმე უნდა დაგვიჭირონ. არ ვიცი, ჩვენი ქერქი ხალხო ეგეთი არის და მე მგონია რომ არ უნდა დავეტიოთ ამ ქერქში და უნდა ვიაროთ, ვიბრძოლოთ სწორედ იმისთვის რომ ეგ მოცემულობა რაც გვაქვს შევცვალოთ. ხო არა თქმა მინდოდა. ეს არის რა მათი მე არ ვიცი ამდენად ჯერა თეატროლოგიანს რომ რამე ისეთ სიტყვის რომ ხო ჩვენ მე მართლა ყველა ქერქში დავჯდებით და აღარ გამოვიხედავთ. მათი ამოცანა ეგ არის, სისტემა მაგას ცდილობს რომ ხალხი დააჩმოროს ბოლომდე ჩვეულებრივად. ეგ არის შიშის გაჩენა, მაგრამ რამდენად მიღწევადია ეგეც არის. მე არ მგონია, იმიტომ რომ დაკავებების მერე მინიმუმ გასაბრაზებელია და მე ძალიან ბრაზი იმატებს ყოველ. ჩემთვის თავმოყარეობის საკითხია, ნებისმიერი, არ აქვს მნიშვნელობა გვარი საერთოდ არ მაინტერესებს, არც მათი ჰაბიტუსი მაინტერესებს. რა თქმა უნდა. არც მათი სქესი მაინტერესებს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც პირდაპირ პასუხისმგებელია ჩემ ცხოვრებაზე, ჩემ მომავალზე და მელაპარაკება ეგეთ ტონში, რომ თურმე მე ჩემ ქერქში უნდა დავეტიო და ხმის ამოღების უფლება არ მაქვს. ეს ჩემთვის თავმოყარეობის საკითხია და ძალიან მაინტერესებს ის ხალხი რას ფიქრობს, ვისაც ეს არ აღელვებს, არ აწუხებს და მათთვის ეს მისაღებია, რომ თურმე ხელისუფალი ასე უნდა ელაპარაკოს. ხო, არ ვიცი ესენი რას ფიქრობენ. ეგენი შეგუებული, ეგენი ალბათ კომფორტულად არიან და სადაც ბოდესღაც კობახიძე მისიც თქვა, რომ თქვენ ვერ იგებთ კაცო, ვერ გამოგაქვთ აზრიო. საკითხulis გააზრება გიჭირთო, თორე ეგრე, ეხლა შეიძლება საკითხulis გააზრებაზე თუ მიდგა საქმე, ვიღაცამ ისაც იფიქროს ახლა ამ საუბრის ფონზე, რომ ვიღაცამ შეიძლება ისაც იფიქროს, რომ აი თეატროლოგიანი ამ შემთხვევაში იცავს დედას, რომელიც აღმოჩნდა მსხვერპლი ვიცავთ. ჩვენ იმას რომ ვიღაცა ქუჩაში ვიღაცას მონა უნდა ეძახოს, არ მოგწონს. ჩვენ სხვა, რა ვიცი, ცხოვრების სტილის ხალხი ვართ, სხვა შეხედულებების ხალხი ვართ. საერთოდ არ გვინდა ეგ? ნუ გაიხდიან ადამიანები თავს. ნუ ჩაიყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ ეძახონ მონა. აკეთონ ხალხის საქმე და ის ხალხი დაუკრავს სტაჟს. დამთავრდა ძალიან მარტივია. ეს მათი პრობლემა. არა, მე კიდე მაგას უბრუნდები, რომ მათი ეს მაღალი ღირებულება რომ ძალადობისკენ, მაგრამ უბრალოდ ძალიან ბოდიში, აი ძალიან დიდი უსამართლობა არის რა, ეგრე ლაპარაკი. მე დავაშავებ, შენ ვერაფერს ვერ შემეხები, ხმასაც ვერ ამოიღებ და თუ ამოიღებ, ამის გამო ციხეში წახვალ. ეგ ხო იცი მორევაზეა. ხო, ასე რომ ძალიან ცუდი რეალობა დგას რა და ეგ არ არის მომგებიანი თამაში ჩემი აზრით. იცი რა მე მგონია რომ თუ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე რომ ჯარიმებს ისეთი ეფექტი არ ქონდათ მათთვის როგორიც უნდათ, იმიტომ რომ პროტესტი არ შეწყდა, ხალხმა მარტივად მოძებნა გამოსავალი რომ სისტემა იქით გადაეტვირთა და უფრო მეტი თავშესახლელი გაიჩინეს ვიდრე აქეთ ხალხს გაუჩინეს და მე მგონია მაინც დადგება ის დღე როცა იტყვი რომ მოდი ჩამოვწეროთ ეს ჯარიმები, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერაუვლენ, ანუ გამოვიწყულია. დაჯარიმებული ყველამ გაასაჩივრა ამიც. ყველა ასაჩივრებს, ვინც იცი კი არა, ყველა ასაჩივრებს და ასაჩივრებენ როგორ იცი ზურა ცეცხლაძე ხო ყავთ 17 ჯარიმა, 17-ს გავასაჩივრებ და ეს იმდენად დიდი პროცესია, არა ვინმეს პატარა შეხება მაინც თუ ქონია სასამართლოსთან, ნებისმიერი, აი ყველაზე მარტივი საქმის ჩვეულებრივ პირობებში განხილვას რამხელა დრო ჭირდება, ხო? და მით უმეტეს როცა სისტემა ამ დონეზე გადაიტვირთება. ამიტომ როცა ამ ჯარიმებამდე ვერ მივედით და ვერ ქნეს ეს ბერკეტი, გადავიდნენ თავარზე რომ დაგიჭერ. ნუ მე მაინც არ ვიცი, მე მგონია რომ ეხა არის 12 დღე. მე შეიძლება გახდეს 30. უკვე ხედავთ რომ პოლიტიკოსებსაც იჭერენ. ადმინისტრაციული ხდებიც ხო გაიზარდა. კი. 13 დღიანი რო იყო 60 და რაღაც დღე. 60 დღე გახდა. მაგას ვიძახი, ანუ ესენი ხო გაიზრდება და ხა მანუჩარს საცუა ისე კარგად დაგვიჭერს, აი ამ წუთასაც დაგვიჭერს მე და ბექას, თუ ეტყვიან რომ დასაჭერები ვართ. ძალიან მარტივია. სხვა შეს ის მოსამართლეზე გამახსენდა
ზიამაღლობელის პროცესზე რომ მოსამართლე უცებ გავარდა ტელეფონზე რომ დაურეკეს და უცებ შემოვარდა ხო იცი ანუ აღარც მალავენ ან მაგაშია საქმე აღარც ფუთავს არავინ არაფერს რა ეს ჩვეულებრივი და ანუ უნიჭოთ ფუთავენ თათო გეხოცე გუშინ კიდევ ერთხელ გადავიმეორე სრულმოწმეების ამბებს უყურებდი რა ძალიან შიშველია ხო ეგ ყველაფერი მაგალითად ერთ-ერთი იყო ჟურნალისტის ცემაზე რომ აღარ მახსოვს ამ ბიჭის სახელი და გვარი კარგი ჩაფხუტი რომ მოაძრეს და რომ უტყეს და მთელმა პუბლიკას ჟურნალისტი ყველაფერი კი ზუსტად მაგის სრულმოწმეების მას უსმენდი რა გამოკითხვას სასამართლოში და მე უკვე შემდეგ რო ჟურნალისტები რაღაც კითხვებს უსვამენ და მაგათ-მაგივრად მართლა მე შემრცხვა რა ანუ ისეთი საცოდაობა არის ანუ მაგათ წინაშეც ძალიან დიდ დანაშაულს ჩადის ეს ხალხი რა წარმოიდგინე რომ რა ვიცი ახალგაზრდა ხალხი არიან გოგონები ბიჭები რა ვიცი ეხლა რო იწყებს რა აი კარიერას რო ეხლა იწყებს და სხვათა შორის მე ჩემს სფეროში მქონია ხოლმე ეგეთი განცდა რომ ინახავს ეს ყოჩაღი ახალგაზრდა კადრები რო არიან ხოლმე და ყველაფერს რო შეიძელენ იმის გამო რომ სადმე კადრში გამოჩნდნენ რა და მაგ დროს ვფიქრობ ხოლმე რომ ბიჭო აი რა ცუდია რა რეალურად ხო პირველი რეაქცია ხო ეგ არის რომ ბრაზდები რა ეხა აი ამ ცრუმოწმე პოლიციელებს და ვიღაცებსაც ხო ცხადია ძალიან ბრაზდებით იმიტომ რომ ამათ კიდე სხვა მომენტი აქვს ხალხს ციხეში უშვებენ და აბა რა უნდა გაბრაზდე მაგრამ ცოტა სხვა თვალით რო შეხედო რა მაგარი სევდიანია და ეს ხალხი რამხელა დანაშაულს ჩადის მაგათ წინაშე რა კარიერას რო იწყებ და პირველი საქმე ეგრო გაქვს კი მაგ ამბის მსხვერპლი არ არის მხოლოდ პოლიციელი რო ხარ და პირველი საქმე ეგრო გაქვს რომ არც კი დაგინახავს ადამიანი აზრზე არ ახარ როგორ დააკავეს მიდიხარ სასამართლოში იმიტომ რომ შენ უფროსმა დაგავალა და ყვები რომ ეს ადამიანი მე დავინახე რომ იგინებოდაო და მე ჩვენო კანონიერად დავაკავეთო წარმოდგენა რო არა გაქვს საერთოდ რა არის და როგორ გამოიყურებოდა მაგ კატეგორიას სრულმოწმეებს მე არ მჯერო სადმეოდეს მე თვალი აიხილებათ მაგრამ სასაცილო იყო ბოდიში ამ ბიჭს ეკეთა ჩაფხუტი რა ეს მედიას ხო იცი და კასკა ეხურა ჩაფხუტი ეკეთა და გამოკითხვის დროს რო კითხვებს უსვამენ ეკითხებიან ადვოკატი ეუბნება რომ აი როგორ გახსოვთ ეხლა ამ ბიჭს წვერი აქვს და მაშინაც ქონდა წვერი თუ მოკლე ქონდა და კი და ესაც ანუ ამაზე აყვა რა ავარდა ძალიან მარტივად ეს ბიჭი და აუ კი იცი რა აი კარგად ვერ ვარჩევდი მაგრამ მე მგონია რომ აი წვერი კი ნამდვილად ქონდა წვერი და რაღაცა და მე კიდე რაღაც მახასიათებლებს ეკითხება და ნუ ესეც მიყვება რა ამას გონია რომ რაღაც მარტივ კითხვებს უსვამენ და კარგად არის საქმე და ამ დროს აღმოჩნდება მე რომ აი აჩვენებენ კადრებს რომ რა წვერი ტიპს ნიღაბი ხმა გაიგეთო გაჩვენე ხმა მოდაო და ხმა როგორ უნდა გაეგო აი წინაღე ეკეთა რომ აი იქ გაიკეთა სასამართლო პროცესი ვერაფერს ვერ მიკროფონში ვერ ვაგებინებდი ხოლმე ეთერში ანუ აბსურდი და მე გამოდის და რა ვიცი ხა ტიპს გონია რომ წარმატებული კარიერა აქვს რა არ ვიცი ხო და მაგმოც სრულმოწმემ უნდა იცოდეს რომ ოდესმე ხდება რა დააშავა რას უშვებია მას რა მოიღებს თეატრულუკიანი ეტყვის რა შენს ნაჭუჭში დარჩიო. აუცილებლად. ეგ არის მან დამბავი. მარტო მე კი არ მეუბნება, იმასაც ეუბნება, რა თქმა უნდა. ნებისმიერ დავალებას შეასრულებინებს მე ხო, ეხა ერთხელ რომ აქ საქმეზე წახვალ რა ვიცი ხა, მე რაღაცე უნდა თქვა უარი. კი, ხო, მაგას ვიძახი ჩათრეული ხარ მაგ სისტემაში და შენ იმაზე დიდი მსხვერპლი ხარ, ვიდრე რა ვიცი, თათია, რომელიც 12 დღის მერე ციხიდან გამოვა. ხო და რა ვიცი, მაგ ხალხს ძალიან გაუჭირდება რეაბილიტაცია რა. ძალიან რთულია ხალხო, ვიღაცებს წარმოუდგენიათ, რომ გავადრო რაღაცა ყველაფერი მარტივად ავიწყდება და ეგრეც არ არის რა, ანუ პატარა ქვეყანაა ეს. ყველა ახსოვს საბოლოოდ. არა, რაღაცები მართლა გვავიწყდება, ზოგადად ეგ პრობლემა გვაქვს, რომ მარტივად რაღაცები გვავიწყდება, მაგალითად ის, რომ ყოფილი ნაცები დღეს კოცები არიან. აი ეს სულ უნდა გვახსოვდეს. ახალი მინისტრიც რომ ნაცების თუმცა მე განსხვავებას რაში ვხედავ, ვიცი, რომ საზოგადოება გაიზარდა თათო. ხო. ანუ მაშინ მეგონა ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენ გადავახვიოთ, ცოტა არქივი ხო კაი რამეა რა, არქივს ჩაუჯდეთ ახლა და მიშარარეებსაც აჭმევდა ხალხს თავის დროზე და რაღაცა მართლა 20
თეთრი ამ პიარსულებს რო აკეთებდა და ხალხი რო ტაშს უკრავდა და მიშა მაგარიას მღეროდა. ეგ დრო ხო წავიდა, იმას ხო მერე აღარ ჭამდა ხალხი. აი ეგრე წავა ესაც რა, ანუ როგორც ბიძინა ეხა რაღაცებს თუნდაც 2012-ის მასალები რო ამოვიღოთ, ეხა მოსახლეობის ბას რო ხდებოდა და რა დაპირებებსაც გასცემდა. ხო, აი ისეთ მარტივ დაპირებებს დღევანდელი ხალხი ხო აღარ იჭერებს. ანუ მაშინ რაღაცა დაპირებების გაცემა არ შესრულება, უფრო მარტივი იყო დრო და დრო ეგ მოთხოვნა იზრდება რომ სხვანაირი დამოკიდებულება ჩნდება საზოგადოებაში და მეტი კრიტიკული აზროვნება მოდის. ასევე არის პერსონებზეც რა, ვიღაცა 3-ჯერ 4-ჯერ გადაჯდა, გადმოჯდა, ხან წითელი მაისური ჩაიცვა, ხან ლურჯი მაისური ჩაიცვა. ეგრე არ არის, ანუ თანდათან მგონია რომ ჩვენ თაობას უფრო მეტი კითხვის ნიშნები გაუჩნდება, ჩვენს მომდევნო თაობას უფრო მეტი კითხვის ნიშნები გაუჩნდება და მაგიტომ ვამბობ რომ აქ ხალხს გაუჭირდება რეაბილიტაცია რა. ჩვენ ახლა ვართ წინ წამოსული, ეხლა არის ჩვენი დრო, მაგრამ გუშინ წინ როცა ის ნაცები გადმოპორტირდნენ და კოცები გახდნენ, მაშინ ჩვენ არ ვიყავით ესეთი აქტიურები და არ ვიყავით ხო, პატარები ვიყავით. ასე რომ ხო მგონია რომ თაობა იცვლება და მან პრობლემა ექნება მაგ ხალხს რა. ამიტომ მგონია რომ ყველა უნდა დაფიქრდეს და ძალიან აი რადგან თაობებს და რაღაცა განწყობების ცვლილება შევეხეთ, ხო? ერთ-ერთი თავარი აცდენა რაც მგონია დღეს ოცნების ყველა ტიპის, აი გარის რა, რომ მაგ ხალხს დაკარგული აქვს ხალხთან კონტაქტი. დიდი ხანია ხო და ანუ ეგ არ მუშაობს რა ეს რითაც დავიწყეთ ეგ ლაპარაკი ხო რომ ეს თითის ქნება ვიღაცებზე შეიძლება მუშაობს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალ თაობაზე ეგ ვერ იმუშავებს და არის გამორიცხულია რომ იმუშაოს და მე ვიცი კვლევებს ვატარებთ ხოლმეო და ნეტა იმ კვლევებში რა ამოდის ნდობა და ეს ხალხთან ურთიერთობა ის გონიათ რა ქვია სამთავრობო არხის წინაშე გაკეთებული განცხადებები ულამაზეს კითხვებზე ულამაზეს პასუხს გაცემენ. ხო და ის რაღაცა ილუზიას ქმნიან, ასე გონიათ, ილუზიას ქმნიან, ეხა რაღაც საზეიმო ღონისძიებების გუშინ წინ ლარის 30 წლის თავი ვიზეიმეთ და იქ ჩამწკრივებულები იყვნენ ბიზნესმენები მათ შორის და ასე შემდეგ. დღეს პოლიციის დღე არის. კი ბატონო. და პოლიციის დღეს ვსაუბრობთ ცრუმოწმე პოლიციელებზე, ხო? სამწუხაროდ. ძალიან არ მიხარია საერთოდ არ მიხარია და მავიცი მე პატივს ვცემ კაცო მაგ ხალხს და ყობახიძემ რა თქვა ყველა პატიოსან და მართლა ღირსეულ პოლიციელს თუ ასე შემდეგ პროკურორს არ აქვს მნიშვნელობა ანუ ჩვენ ეგ გვინდა რომ ხარისხი იყოს ჩვენ ეგ გვინდა რომ აპოლიტიკური იყოს ეგ ხალხი ხო მაგისტვის ვიბრძვით და ну რა ვიცი აბა ყობახიძემ თქვა რომ ჩვენ პირობებშიო ისეთი რეფორმა გვაქვს გატარებული პოლიციაშიო რომ ასეთი სანდო და ასეთი მაგალითად. ხო, სანდო რა არის მაგათთვის? სანდო რა არის მაგათთვის? არის სანდო არ ვიცი, აი პოლიციის ნდობა დღეს ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ნუ მაგისტვის არსებობს სტატისტიკები, თუნდაც წინასაარჩევნოდ დარღვევებზე ვინ როგორ მიმართავდა პოლიციას. ნუ გადახედონ მაგ ხო სტატისტიკებს და მიხვდებიან რომ რეალურად ნდობა არ არის ანუ ადამიანები ფიქრობენ რომ მიმართო მაინც არაფერი არ იქნება გამოწიებული. მით უმეტეს სასამართლომდე რომ მიხვით. ხო, ანუ როცა სასამართლოს ასეთ მდგომარეობაში ხედავ, როცა ხედავ პოლიციას ამ მდგომარეობაში როგორ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და ეს არის პოლიციელები დგანან და ერთი კაცის ლოყას იცავენ. ამაზე სევდიანი და შეურაცხყოფელი რა უნდა იყოს. ხო. კარგი. მოკლედ ჩვენ ქერქში ჩვენ რაღაცებს ვფიქრობთ და არა, მე არ ვთვლი რომ ჩემ ქერქში ვარ და ეგ დარჩენას ვაპირებ. ხო. მე დიდი ხანია მაგ ქერქიდან გამოვედი. რო იცოდეს თეამ, ქალბატონმა თეამ, დიდი ხანია ეგ ქერქი დავტოვეთ. და ბრაზი ემატება მხოლოდ და ბრაზი ქუჩაში დასაკარგი ნამდვილად არაფერი ყველაფერი და ძალიან ბევრ ჩვენაირს დასაკარგი ბევრი რამე არა აქვს უფრო მეტი გვაქვს დასაცავი კი დასაცავი დასაკარგიც როგორ არ გვაქვს კაცო დასაკარგი მარტო ფული ხო არ არის ხო ანუ იმას გულისხმობ დასაკარგი რო გვაქვს რო უფრთხილდებით მაგაშია საქმე რასაც ისინი ფიქრობენ რომ შეიძლება დავკარგოთ და ამის გამო ჩვენ არა ეგ ბარიერები ჩვენ გადალახული გვაქვს და სანამ შესაძლებელი იქნება მანამდე ჩვენი აზრის გამოთქმას არ მოვერიდებით და არც კრიტიკის გამოხატვას რომ თითის დაქნევით საუბარი არის მიუღებელი რა ვიცი. კი ბატონო. და თეატრო ლუკიანს რომელსაც
იმაზე რა ქვია, ანწუხელიძეზე აქ ნათქვამი, რომ პიარის მსხვერპლი იყო, ყველაზე დიდი გმირობა გონია ლევან გაჩეჩილაძის სიტყვები მიშა მოვდივარ. ანუ ძალიან მარტივი გასარკვევია. რა ღირებულებებზე დგას? ხო, ნუ მოკლედ რა, ჩვენი ქერქიდან ეგრე ჩანს, არც თითის დაქნება გვინდა, არც ის გვიხარია ვინმეს თუ აგინებენ და ლანძღავენ, განურჩევლად და ასე რომ თქვენც ნუ დაყოფთ კატეგორიებად, იზრუნეთ იმაზე რომ რა ვიცი, ყველას უფლებები თანაბრად იყოს დაცული და ყველა საჭიროებები და მოთხოვნები და შესაბამისად სამართლიანობაც დადგება რა. ცოტა სევდიანი გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ არა, საჭიროა რა, რა ვიცი. თუ ვინმე მოგვისმენს და გამოყვება ამ მსჯელობას და ვიღაცა სხვანაირად დაფიქრდება, ჩვენთვის ეს იქნება ძალიან სასიხარულო, რომ არ ვართ მარტო და რა ვიცი, გამოგვეხმაურეთ, თქვენ რას ფიქრობთ, თქვენ როგორ აღიქვამთ. გაქვთ თუ არა იგივე გულის ტკივილი და იგივე რაღაცა ბრაზი რაც ჩვენ გვაქვს და რა ვიცი დაგვიწერეთ კომენტარებში ამ თემაზე რას ფიქრობთ, პროცესზე რას ფიქრობთ, რა ვიცი თუ გნებავთ ჩვენზე და ჩვენ ნათქვამზე რას ფიქრობთ. ვიმსჯელოთ და რა ვიცი, იქნებ რაღაცა დასკვნებამდე უფრო მასობრივად მივიდეთ. ხო, თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და ჩვენი არხი, დაგვიჭირეთ მხარი, დონაციისთვის არის მითითებული ვიდეოს აღწერაში ინფორმაცია და გამოგვიწერეთ, რაც მთავარია, გამოწერების რაოდენობა იქნება რა იზრდება და უფრო კარგად გაიზარდოს. მადლობა რომ გიყურებთ. ნახვამდის. მადლობა.